ყავს საქართველოში დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში. ევროკავშირის პროექტი ტექნიკურ დახმარებასა და მხარდაჭერას უნარების განვითარების პოლიტიკის მართვისა და მონიტორინგის კუთხით 36 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს. მის მთავარ ბენეფიციარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები წარმოადგენენ. პროექტის გუნდი 8 საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება და მისი ბიუჯეტი 2.700.000 евро იქნება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოს მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემები აქვს. ასევე ვაფასებთ, რომ საქართველოს მთავრობა გარკვეულ ღონისძიებებს ატარებს იმისათვის, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს. ეს პროექტი ზუსტად ეხმიანება ამ გამოწვევებს და დაეხმარება ქვეყანას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ეს არის თავიდან ბოლომდე ტექნიკური დახმარება, რომელსაც გაგვიწევს ევროკავშირი. ამ ტექნიკური დახმარების ფარგლებში გვეყოლება საერთაშორისო ექსპერტები, რომელიც რეფორმის ყველა დონეზე და ყველა ნაბიჯზე იქნებიან ჩვენთან ერთად და უზრუნველყოფენ, რომ თითოეული ჩვენი გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში და პროფესიული განათლება ჩვენი მოვა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში.